მოგესალმებით, მივესალმებით ალემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კრიზისის ალბათ ამაზე მწვავე ფაზაში ჩვენ ჯერ არ ყოფილვართ, უკვე ძალიან ოფიციალურად ღიად ევროკავშირის საბჭომ პირდაპირ გააუქმა უკვე დიპლომატიურ სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პოლიტიკური გუნდის ქართველების წარმომადგენლები უკვე არიან არასასრული პირები ევროკავშირის ტერიტორიაზე. მათთან მიმართებით უკვე აღარ მოხდება გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობა და ინდივიდუალურად ქვეყნები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ დამატებით რა ზომები უნდა მიიღონ ამ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებთან დაკავშირებით. ანუ ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ამის შესახებ, რომ მზადდებოდა. იყო, ვთქვათ, ამაზე საუბარი უკვე ევროკავშირის საბჭოს მიერ ამის დადასტურება მეტყოლებს იმაზე, რომ საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობა არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე ბოლო 30 წლიანი ისტორიის მანძილზე არასდროს მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული აქამდე არ ყოფილა. აქ ძალიან საინტერესო ნიუანსია, რასაც უყურებთ უნდა მივაქციოთ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებისთვის. სავიზო რეჟიმი გაუქმდა გაცილებით უფრო ადრე, ანუ ეს 2011 წელს გაუქმდა და არ 2017 წელს, როგორც დანარჩენი ორდინალური პასპორტის მფლობელებისთვის. ამიტომ ამ რეჟიმის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ გაცილებით ადრე მიღებული გადაწყვეტილებაც კი, ანუ გაცილებით უფრო მოცულობითი გადაწყვეტილება, რომელიც იყო ევროკავშირის მხრიდან, ამაზეც არ ითქვა უკვე ჩვენ ამბობენ ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორები, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება ახლა ქართული ოცნება, მათ არამხოლოდ ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ საზღვარგარეთ, არამედ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, არამედ ეს უბსკრული, რომელიც მათ თავადვე ჩამოაყალიბეს ევროკავშირთან, დღითი დღე იზრდება და ესეც ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის უპირველეს ყოვლისა. ბატონო გიგი, რა გადაწყვეტილებას ელოდებით თქვენ საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი მსჯელობს დღეს საქართველოს დელეგაციას მიიღებენ თუ არ მიიღებენ ამ საკითხზე. ხვალ გვეცოდინება საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა რა მოლოდინები გაქვთ, როდესაც საუბარია საქართველოში გაყალბებულ არჩევნებზე და ამაზე ხდება აქცენტირება გარდა 2 თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესისა? ჩვენ დავალოდოთ შედეგებს, ერთი რაღაც ცხადია, რომ არ შეიძლება საქართველოს წარმოადგენდეს ხალხი, რომელიც რეალურად არ ასახავს ქართული ხალხის ნებას. ეს არის კიდევ გავიმეორებ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც გაყალბების შედეგად, არჩევნების გაყალბების შედეგად იმყოფებიან ახლა იქ სადაც არიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს მხოლოდ ერთადერთი, მათ არ უნდა მიიღეს შესაძლებლობა, რომ იყვნენ იქ სადაც არიან და შესაბამისად უნდა მოხდეს კიდევ ერთხელ იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება, მათ არ გააჩნიათ არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ დღევანდელ დღეს იმყოფებოდნენ ევროპაში და ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სახელით ესაუბრებოდნენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და კოლეგებს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ იქნება მიღებული რაციონალური გადაწყვეტილება და მათ შეუჩერდებათ მანდატი. ასეთ შემთხვევაში, როდესაც თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ ასეთი მწვავე პოლიტიკური კრიზისი საქართველოს არ ახსოვს და ამაზე მწვავე აღარ შეიძლება იყოს, რა მიმართულებით წავა ქვეყანა. მე ვახსენე დასაწყისში შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც ჩემთვის ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილს და რომლის განცხადებაც თითქოს და ცხადყოფს, რომ უკან დახევას ქართული ოცნება არ აპირებს. ერთის მხრივ გაჯიქებული, გაჯიუტებული მართველი პარტია ხელში მართვის სადავეებით, მეორეს მხრივ ხალხი და მესამეს მხრივ ევროპული მომავალი ქვეყნის. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ჩიხიდან გამოსავალი? ამ ჩიხიდან შესაძლებელი იყოს მხოლოდ ერთი გამოსავალი, ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სამართლიან გარემოში, გამჭვირვალედ არჩევნების ჩატარება და რასაც ითხოვს ასევე ჩვენგან ცივილიზებული სამყარო. მეორე, ეს არის დაუყოვნელი ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება და ჩემი აზრით მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იქნება ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც სამართლებიანი არჩევნების შედეგად, გამჭვირვალე არჩევნების შედეგად მოვა ხელისუფლებაში, მათ უნდა უზრუნველყონ საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის ორბიტაზე. მათ უნდა უზრუნველყონ საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების იმ ნიშნულზე დაბრუნება, რომელიც ეს იყო 26 ნოემბრამდე. მე მიმაჩნია, რომ ამ ურთიერთობების დიდი ხნის ადრე მიადგა ზიანი და ჩვენ ეს კარგად ვიცით რუსული კანონის მიღების შემდეგ თუ რამდენად უკან დავიწიეთ ჩვენ ზოგადად ჩვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესმა როგორ რამხელა ზიანი ნახა, ხო? მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს დრო, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ საქართველოს დააბრუნდეს
ამ მატარებელს დაუბრუნდეს ამ მატარებელს, რომელშიც არიან უკვე უკრაინა და მოლდოვა, დაუბრუნდეს იგივე დინამიკას ევროკავშირთან ურთიერთობებში, რომელიც ჩვენ გქონდა მინიმუმ ბოლო 10 წლების მანძილზე და საქართველოს არ დაკარგოს ეს უნიკალური შესაძლებლობა, რასაც ქვია ახლა ევროკავშირთან დაახლოება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა და დიდი ალბათობით უკრაინასა და მოლდოვას შემთხვევაში 2030 წლისთვის უკვე ევროკავშირში გაწევრიანება. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ეს პროცესი ფიზიკურად ვეღარ გაგრძელდება. არანაირი რეალური გამოსავალი უკვე სხვა აღარ არსებობს, ანუ ხელახალი არჩევნების ჩატარების გარდა და უკანონო პატიმრების გათავისუფლების და ასევე ამ რაღაც საშინელი კანონმდებლობის უკან გაწვევის გარდა არანაირი რეალური შესაძლებლობა არ არსებობს, რომ საქართველოს რაღაცა ფორმით დაიბრუნოს საკუთარი სტატუსი. ეს არის რაციონალური გადაწყვეტა კრიზისისა, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ. თუმცა ჩვენ საუბრობთ ივანიშვილის რეჟიმზე. ამ რაციონალურ გადაწყვეტამდე გაჯიქებული რეჟიმი, საკუთარ მოქალაქეებთან ჯიბრში ჩამდგარი რეჟიმი, რომელიც პატიმრობაში უშვებს ყველა ამის მეორე ადამიანს აბსურდული ბრალდებებით, რამ უნდა მიიყვანოს. ეს არის წნეხის გაზრდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს ფინანსურ სანქციებში და წნეხის გაზრდა ქვეყნის შიგნით? მათ შორის ეს არის ფინანსური სანქციები, მათ შორის სანქციები გაგრძელდება, ჩვენ ყველა კარგად ხედავთ, რომ სანქციები სხვადასხვა ფორმით პოულობს ასე ვთქვათ თავის გზას, სხვადასხვა ქვეყნები აწესებენ სანქციებს ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ჩვენ ყოველდღე გვაქვს ახალი ადამიანები, რომელსაც ერთად ხდება ამ სანქციების დაწესება. შესაბამისად უნდა აიძულოს, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პოლიტიკური გუნდი უკვე რეალურად აღარ ასახავს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობის დიდებას. ისინი აღარ წარმოადგენენ საქართველოს. ისინი ვეღარ იქნებიან ვერანაირად ჩვენი ევროკავშირთან დაახლოების, ევროპასთან დაახლოების, დასავლურ სივრცეთან დაახლოების გარანტორები, ხო? მათთან ერთად საქართველოს წინ ვერ წაიწევს. ამიტომ აქ უკვე ყველაფერი ძალიან ცხადია, ჩვენთვის ძალიან ცხადია ევროკავშირისთვის. მე აღარ მესმის უკვე. ანუ მე ვიკითხე უფრო მარტივი, რა ენა ესმის, რა ენა შეიძლება გაიგოს ივანიშვილმა, როგორი ენით მეტყველება თუ როგორი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება გაიგოს ივანიშვილმა? მე ვფიქრობ, რომ სანქციების ენა მათთვის ყველაზე კარგად. სანქციების ენა არის სწორედ ის ენა, რომელსაც ალბათ ისინი ყველაზე მეტად უფრთხიან. და ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება მიღებული, კიდევ გავიმეორებ, რაციონალური გადაწყვეტილება ამ ქვეყნის ამ კრიზისის დასრულების შესახებ და ამ ჩვენი ქვეყნის აი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოყვანის შესახებ. ჩვენ ახლა ფაქტიურად გაწყვეტილი გვაქვს ყველანაირი კონტაქტი ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან, საქართველოს აღარანაირი შეხება ევროკავშირთან, ევროპულ ინსტიტუტებთან, ჩვენთან კონტაქტი აღარ უნდა არავის, ორი გამონაკლისის გარდა ევროკავშირის ქვეყნებს შორის გასაგებია ვსაუბრობ, ეს არის უნგრეთი და სლოვაკეთი, მაგრამ ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა. დიდი ხანი საქართველოს ამ მდგომარეობაში ვერ გაჩერდება, ჩვენ ვერ მოვახერხებთ, რომ გავაგრძელოთ რაიმე სახის განვითარება, რაიმე სახის ელემენტარულ განვითარებაზე საუბარი, თუ აი ეს სტატუს კვო, ეს მდგომარეობა შენარჩუნდება, მაგრამ რეალურად სიტუაცია უფრო რომ მძიმეა, ვიდრე ჩვენ ახლა ამას აღვიქვავთ, ეს კრიზისი დღითიდღე უფრო და უფრო ღრმავდება და სულ უფრო და უფრო მოწყვეტილი რჩება აი ეს ადამიანების ჯგუფი, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები სოფლიოსგან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე მათ მოუწევთ შემხოდრი ნაბიჯის გადადგმა ქართულ საზოგადოებასთან, უპირველეს ყოვლისა, არავინ რომელიმე სხვასთან, ამეთ საკუთარ ხალხთან. მათ მოუწევთ ახალი არჩევნების ჩანიშვნა, არჩევნების ჩატარება, სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ქართული ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დების გათვალისწინება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მე გამოსავალს ვერ ვხედავ, გზას ვერ ვხედავ. მადლობა გიგი გიგიაძე საინტერესო საუბრისთვის. საუბრობდით ევროკავშირისა და ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებებზე საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც საკმაოდ მკაცრია და რომ დაანონსებულია ახალი სანქციები და სადამსჯელო ღონისძიებები ქართული ოცნების